საშიშ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. საშიში უმრავლესობა თქვენზე ძალადობას არა მარტო ითხოვს, უსწორდება, ევასებად, მოსწონს, სიამოვნებას იღებენ და დადიან და აი ემოციურად კიდე მინდა ვინმეზე ვიძალადო, აი მას წაართვით საკუთრება, ეს ციხეში გავუშვეთ, ეს ცემეთ და ზიან და ბედნიერები არიან. დაინახავენ რომ ვიღაცას აქტივისტს ცემენ და რა კარგად ცემეს, წაართმევენ ვიღაცა საკუთრებას, რა კარგია წაართვეს. ციხეში გავუშვებენ, რა სასიამოვნოა ციხეში გავუშვებენ. აი ეს ხალხი საშიში, იმიტომ ამ ხალხს უნდა დავიცვათ თავი. მე წამოვიდეთ ასეთ ხალხში ვარ ჩვენ. მაგრამ ერთადერთი შანსი ამ ხალხსგან დავიცვათ თავი არის ერთმანეთი ვიპოვოთ, გავერთიანდეთ. არჩევნებიც ამის უჭირდება. არჩევნები უჭირდება, რომ თქვენ უნდა დაინახოთ საფრთხე, რომ ვერ აზროვნებენ ადამიანს, უცოდინრები. ვიღაც ხალხი, რომელიც თქვენზე ძალადობა უსწორდება, აი სადისტები არიან და უყვართ, იგი ის ბებო ღიმილით გევდება, როგორ მინდა რომ გაწვალო, როგორ მინდა, ნახე სამი ბუჩქი გიპოვეო და 1-20 წლის ციხეში, რა კარგი იქნება, რა კარგი იქნება რომ თქვენი წვალოთ. ასეთი ბებოები და ბაბუები, ასეთი ახალგაზრდები, რომლებიც თქვენი ცემა უსწორდებათ. აი ასეთი ხალხსგან უნდა დავიცვათ თავი. ამიტომ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ. ამიტომ მოდით მიტინგი კვირას 5-20 წუთზე პარლამენტის წინ შევიკრიბოთ, რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი.